ესე იგი, თავისუფალი ბაზარი, თავისუფალი ეკონომიკური მოდელი, როგორც საქართველოსია და როგორც კიდევ სხვადასხვა ქვეყნებში არის საპილოტო რეჟიმში, მათ შორის არგენტინაში, ხო? ანუ აქვს თავისი მინუსები, ანუ არ არსებობს ეკონომიკური მოდელი, რომელსაც აქვს მხოლოდ პლუსები და არის იდეალური. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ეკონომიკა მარტო მათემატიკა არ არის. ეკონომიკურ ფაკულტეტზე თუ ვინმე სწავლობდა ან მაყურებლებში, ყველამ კარგად იცით, რომ მაქსიმუმ 2 წელი სწავლობთ მათემატიკას და დანარჩენი 4 წელი სწავლობთ იდეებს. საერთოდ ეკონომიკა ასეთი რამეა და ანუ თავისუფალ ეკონომიკურ ბაზარზე არსებობს ესეთი ტერმინი, როგორც არის ოლიგოპოლია, მარტივად რო ავხსნათ რა არის. უკვე მდიდარი, ჩამოყალიბებული ბიზნესმენებს უჭირავთ ლიდერობა, ანუ ეს არ არის მონოპოლია. ლიდერობა უჭირავთ, შენ არ გეკრძალება ბიზნესის კეთება, ანუ კანონებით და იურიდიულად არის უმარტივესი შენთვის ბიზნესის დაწყება. ოღონდ ძალიან დიდი თანხა გჭირდება, ანუ თანხის სიდიდე ეკონომიკაში, ანუ ბიზნესის დაწყების სირთულედ არ განისაზღვრება და რატო? კაპიტალი თუ გეწადი ბანკიდან აიღე კაცო. მარტივად ერთ დღეში გაგიკეთდება. ეგაც ანუ კაპიტალის შოვნაც სიმარტივეში ითვლება, იმიტომ რომ შეიძლება სესხი აიღო, ბიზნეს სესხი. და ბიზნესი რო დაარეგისტრირო, გჭირდება 24 საათი. ანუ მარტივია, გაიგე? მაგრამ შენ რომ მაგალითად აი თუნდაც აი ფარმაცევტიკა ავიღოთ, შენ რომ აფთიაქი გახსნა და აიღო კრედიტი და წახვიდე ჩამოუტანო წამლები, შენ რომ კონკურენციაში დაუჯდე უკვე მოკიდებულ კორპორატებს, როგორებიც არის PSP, Aversi და ესენი. ანუ შენ უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაუძლებ მათ ისინი მუშაობენ ძალიან მაღალ რეგულაციებზე, მაღალ გადასახადებზე იმ ხრივ, რაც მათთვის კომფორტულია. ახალი ბიზნესისთვის შეუძლებელია თავის მოკიდება მათ. მაგიტომ კონკურენციაში ვერ შეხვალ, კანონი არ გიკრძალავს, არც არავინ არ მოგადგება სახში და იარაღს დაგადებს თავზე. მაგრამ უბრალოდ შენ საშუალება არ გაქვს რომ ეს გააკეთო. იგივეა ანუ სამკერვალო ბიზნესში, თუნდაც ამერიკაში თავარი პრობლემა ეგ იყო, რომ აი ეს დიდი კორპორაციები, რომლებიც იყო ბრენდები, რომ გადავიდნენ იქით, ის ბრენდები ჩვეულებრივ რაღაც ატელიებს ძირავდნენ, იმიტომ რომ ატელია ბრენდი ვეღარ ხდებოდა, იმიტომ რომ ბრენდს უკვე ძალიან დიდი ბრუნვა ჰქონდა თანხებში და შესაბამისად რეკლამების გაძვირდა და ასე შემდეგ. ანუ ეხა თუ მაგალითად Nike სადღაც იხდის $100,000 ერთ წუთიან რეკლამაში, ახალი კომპანია, რომელიც ფეხსაცმელს შექმნის, $100,000 რეკლამას ვეღარ იყიდის. ხო და ანუ დაახლოებით მასე იძირება ხოლმე კონკურენციაში პერსპექტივა, ანუ ბიზნესის პერსპექტივა იძირება, თორე თვითონ ბიზნესისთვის უკვე შექმნილი ბიზნესი კარგი გარემო. პატარა მაღაზია ბუტკა ჭყალებში რო გახსნა, ვინმე ხო არ გიგრძალავს. არავინ არ გაიხედეთ აბას ისენია რა. ჰიპერმარკეტები და სელური ჰიპერმარკეტები იყო როგორც წესი გაქრნენ. აქ ხო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია. თავარი მითი ესაც რაც დასანგრევია, აუცილებლად ეხლა წავიკითხავთ. თავარი მითი რაც დასანგრევია, ეს არის რომ სოფლის მეურნეობა განვითარებულ ქვეყნებში 9%-ს არაჭარბებს. სინამდვილეში სოფლის მეურნეობა ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც არის განუვითარებელი ქვეყნების პრიორიტეტი და განვითარებულ ქვეყნებში ნაკლები პროცენტით უნდა იყოს დამოკიდებული სოფელზე სინამდვილეში, თურმე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მარტივად გადამოწმებადია, მაშინ ყველაზე დიდი კორპორაციები, ყველაზე მდიდარი ადამიანები სოფლიოს მასშტაბით რატომ ცდილობენ მაქსიმალურად ხელში ჩაიგდონ სოფლის მეურნეობის მიწები. ანუ ეს რეალური ფაქტია, თუნდაც Microsoft-ის კომპანიამ, Microsoft-ი, რომელიც ანუ ციფრული კომპანია მიწასთან არაფერს ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდ ტერიტორიას ფლობს სოფლის მეურნეობის მიწების. რატომ თუ არის ყველაზე არამომგებიანი, რატომ უნდათ კორპორაციებს ამის ხელში ჩაგდონ? მან რა პასუხია ეს? შეიძლება ვიყოთ, არ ვიყოთ დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე, უბრალოდ რატომ მოვკალით კაცო, აი უფრო ნაკლები წილი გქონდეს დამოკიდებულება პირობითად სოფლის მეურნეობაზე. მაგრამ მოდი გქონდეს რა, აღორძინებული იყოს ეს. მუშაობდნენ, მაგრამ უკეთესი სხვა რაღაცა გქონდეს კიდე, მაგრამ ის რომ ჩვენ თვითკმარი სახელმწიფო ვიყოთ და არ შემოგქონდეს რაღაცა და თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ხო სოფლის მეურნეობას. თქვათ მაგალითად მრეწველობა ავაღორძინეთ რეგიონალური, თქვათ გორში, ფოთში, ზუგდიდში, რა ვიცი, ყველა ესეთ ცენტრალურ ქალაქებში გაჩნდა სამრეწველო ცენტრები, სადაც ისე თქვათ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება ხდება და ისევ საქართველოში ტრიალებს მესმის და მაგას ნაწილობრივ მივესალმები კიდეც რომ თქვათ ბევრი სოფელში ვინც ფეხს ვერ მოიკიდებს და რაღაცა დასაქმდეს იქვე თავისავე სოფელის რაიონულ ცენტრში საკუთარი სადაც მრეწველობაში დასაქმდება და თავის სოფელსაც დაეხმარება იმიტომ რომ ბაზარის სტიმულაციას მოახდენს არა მაგალითად გლეხს თუ ეცოდინება რომ თავის პროდუქტს სადღაც ასე თქვა უბრალოდ ბაზარზე გასაყიდად კი არ გამოიტანს რომ გლე ვიღაც ქალაქელებს მიყიდოს და გეხვეწები იყიდეთო ესე კი არა თუ ეცოდინება რომ თქვა არსებობს აი ამ კონკრეტული ხილის
ასე თქვათ, წვენების რაღაცა ქარხანა, რომელიც მე მაღაზიაში დაიდება და ანუ თუ კაპიტალდებად საქმეში კონვერტირდება ეს ყველაფერი. არა. ეგეც არ არის. აი უბრალოდ ეს სოფელი არ გვინდა, რაც გინდა გიქნიავან. ის კი არ არის, აი იცით რა არის? ამდენი ჯობია რომ მიწები გავამსხვილოთ და იმიტომ უფრო ეფექტური ექნება, ეს გასაგები არის. მაგრამ ამ ადამიანს უბრალოდ უშვებენ. აი ეს ღვთის ანაბარა, სადაც უნდა იქ წავიდეს. სხვათა შორის გიორგი საბჭოთა კავშირში მოხდა ძალიან მოკრიტიკე. რატო არის ზურამ რაც ხაზი გაუსვა, რომ ეხა ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, ტერიტორიულადაც არ ვართ დიდი ქვეყანა და რა თქმა უნდა ეხა ჩვენ როგორც არ უნდა განმოვითაროთ სოფლის მეურნეობა, კონკურენციას ვერ გაუწევთ რაღაც შეერთებულ შტატებს და ბრაზილიას და ჩინეთს და თუნდაც თურქეთს, ხო? შეუძლებელია მასშტაბებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და ამის ამბიცია გვაქვს და ეს აბსოლუტურად რეალურია. შიდა ბაზარში იყოს ქართული პროდუქცია, ხო, ანუ თვითკმა და სხვათა შორის ეგრო სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, ძალიან ნაცვლად გამოჩნდა ეს კოვიდ ისტერია რომ ძვინვარებდა რამდენიმე წელი თავს სოფლიოში ეს ჯერ კიდე ბოლომდე ამოუხსნელი ფარსი, ხო? იქ ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა სასურსათო კრიზისის საფრთხე წინაშე დადგა. პირველი რა გააკეთა მთავრობა? ყველაზე დიდი კი, იმიტომ რომ უკვე შეიძლება თვითონ და ის სახელმწიფოები აღმოჩნდნენ პირველი ეს თქვათ კითხვის ნიშნის ქვეშ რომ შიმშილით უკვე კოვიდი კი არა შიმშილს შეიძლება ხალხი დაეხოცა რომლებიც იყვნენ მთლიანად გარედან შემოტანილ პროდუქციაზე დამოკიდებული და თვითკმარი სახელმწიფოები რომელიც საკუთარ თავს იქმაყოფილებს და ექსპორტზეც ასე ვთქვათ საექსპორტო სოფლიო ბაზარზეც ყოჩაღად არის წარმოდგენილი ისინი ბევრად უფრო მყარად იდგნენ ფეხზე და ეს დავამატებ ეს ბევრმა ან არიცის და ან კიდევ შეგნებულად რეპრესირებული აქვს საკუთარ თავში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც აქ ასე ვთქვათ, სამოქალაქო მძვინვარებდა და ქართველს ესროდა და გარდა მაგისა, უბრალოდ ეკონომიკა ჩამოიქცა და სამუშაო ადგილები უბრალოდ გაქრა, აი რაღაცა ფაბრიკები, ქარხნები და ეხლა ხალხი გავიქცა მაშინ სოფელში. და სოფელმა მაშინ გადაარჩინა ძალიან ბევრი შიმშილით სიკვდილისგან. აი იცი როგორი ხალხი? აი ძალიან თავმომწონე ფოი ტიპები რო იყვნენ, ბოდიზე ნახირში სიარული დაიწყეს. ესეთი ხალხი ნახირში დაიწყეს, სოფლებში ეს ხალხი დგებოდნენ მუშებად, რომ უბრალოდ ფიზიკურად თავი გადაერჩინათ. და ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ წარმოიდგინე შენ ღმერთმა დაგვიფაროს, რამე უბედურება რომ დატრიალდეს კიდევ. სოფელი გავერანებულია. ეგ ან მიწაც აღარ არის. მიწა უცხოელს აქვს ნახე. ხო და მაგაშია საქმე რომ ასე განწირული ხდება ქვეყანა საერთოდ ეს მოსახლეობა საქართველოს ურბანიზაცია არის სიკვდილი. მოდი წავიკითხოთ დონაცია. ჯაყო გწერს რომ ფემინიზაციამაც ჩაკლა ქალებში ცოლობის და დედობის სურვილიო. ну демографიის კი, ეგ სხვადასხვა ზუსტი აბსოლუტურად ზუსტი დაკვირვება, იმიტომ რომ ნახე ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რომ სამუშაო ადგილები არ არის, ვინც მუშაობს, ისიც კარგავს, ხელფასები დაბალია და ეს ეკონომიკური ასპექტი არის, იდეოლოგიური ასპექტი კიდევ. უფრო ეგ არის, იმიტომ რომ ნახე არის ქვეყნები, ძირითადად აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის, სადაც რავი ხა საქართველოს იმასთან შედარებით რაღაც ის არის, რა ქვია, ოქროს მიწა, ხო? მათ კარგით არ უნახავთ. კი ბატონო, მაგრამ ნუ არის ხა ქვეყნები განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც ონკანს რომ მოუშვებდა ტალახი მოდის და პური საერთოდ არ აქვს და არაფერი მაგრამ რავდებიან ხო ანუ პირდაპირ ეკონომიკასთან ამის ეგ არის იდეოლოგიური საკითხი დიდწილად ეგ არის იდეოლოგიური საკითხი და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ადამიანს ვინც ეგ დაწერა ეგ შეკითხვაზე მეტად უფრო ჩაერთო გადაცემაში და აბსოლუტურად სწორი აქცენტი გააკეთა რომ წლების მანძილზე საქართველოში ამ ლიბერალური პროპაგანდის გადამკიდე ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გამოცხადდა ჩაგვრის ინსტიტუტად. ეს ამ ხელისუფლებამ გააკეთა, წინამ დაიწყო, მაგრამ ამან მაგის რეკორდი მოხსნა.